გაერთიანებულ დემოკრატებში. მოგესალმები, მადლობა ჩართვისთვის. გულბა სანიკიძე იცით რომ აღარ არის ეროვნულ ფორუმში, ეს მისი გადაწყვეტილება და ქონდა მას ამის უფლება. ყოველ შემთხვევაში მე მას უსურვებ წარმატებებს. ერთი რამე ვიცი ზუსტად, რომ ის არის ჩვენი ქვეყნის პატრიოტი და ზუსტად ვიცი სადაც არ უნდა იყოს გააკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეს, ასე რომ მე ამ მიმართულებით მშვიდად ვარ. რაც შეეხება იმას, რა ხდება დღეს ქვეყანაში, ძალიან პოპულარულ და სახალხო ენაზე რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს ეუბნებიან არჩევნების დასრულებიდან, არ ვიცი, თვენახევრის შემდეგ ეუბნებიან, რომ მისი ცხოვრება გაძვირდება დაანონსებული კეთილდღეობის და სწრაფი განვითარების ნაცვლად. გაძვირდება ნიშნავს შემდეგ რამეს: არ იმატებს პენსია, არ იმატებს ხელფასი, არ იმატებს საშუალო შემოსავალი, არ იმატებს ინვესტიციების რაოდენობა, ეროვნული პროდუქცია არ იქნება და მისი ნიშნული არ არის ისეთი, რომ რაიმე პერსპექტივა გამოჩნდეს, სამაგიეროდ იმატებს აქციზე გადასახადი, სამაგიეროდ იმატებს ნავთობპროდუქტებზე გადასახადი, რაც ავტომატურ რეჟიმში ნიშნავს იმას, რომ გაძვირდება პური, შაქარი, მარილი და ყველაფერის პირველადი მოხმარების საგნები, რომელზეც არის დღეს საქართველოს მოსახლეობა დამოკიდებული. ამას ნიშნავს ეს და ასე იშიფრება მთავრობის 10 პუნქტიანი გეგმა, თუ არ ჩავთვლით იმ ერთადერთ პუნქტს, რომელიც გულისხმობს ხარჯების შემცირებას და რომელზეც ჩვენ გახსოვთ ალბათ რომ გქონდა მოსაზრება, რომ დიახ, ხარჯების შემცირება იყო შესაძლებელი და ძაბელოდები ძალიან ყურადღებით რა შეამცირებენ, იმედი მაქვს რომ შემცირება ფასადური არ იქნება, იმიტომ რომ ეს კიდევ უფრო გააღიზიანებს საქართველოს მოსახლეობას და აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს საკმაოდ რთული მოცემულობა. კიდევ ერთხელ მინდა იმის ხაზგასმა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მუდმივად იქნება იმის განცდა, რომ ადამიანები მოატყუეს და თქვენ დაბოლება ახსენეთ, ექსპერტებმა თქვენს, რომ მე ხა ამ ჟარგონს არ გამოვიყენებდი, უკვე გამოყენებული რომ არ იყოს. ეს არის მცდელობა გადაფარვა იმ ძალიან მძიმე სიტუაციის, რომელიც არის ქვეყანაში და უნდათ რომ რაღაცნაირად გადაიფაროს ასე. მე მაინც ვფიქრობ, რომ კვირიკაშვილის მთავრობა ცოტა სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არ არის რესურსი საპრივატიზაციოდ. თქვენ იცით რომ ბევრი ვერაფერი ვერ აქვთ გამზადებული, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ რკინიგზის აქციების გაყიდვას აპირებენ და ნავთობისა და გაზის კორპორაციის აქციების, მაგრამ ვურჩევ მათ, რომ ეს არ გააკეთონ, იმიტომ რომ მაქვს გარკვეული ეჭვები, რომ შესაძლოა გამზადებულები იყვნენ უკვე მყიდველები, ვინ შეიძლება იყვნენ ეს და არ მგონია რომ ისინი უცხოელები იყვნენ. ამიტომ ცოტა სხვა ინტერესებს ვხედავ ამაში და საქართველოში ზოგადად არაფერი იმალება, ასე რომ არ ვურჩევ კონკრეტოდ. იქნებ დააკონკრეტოთ, რადგან არა, ვერ დავაკონკრეტებ, გამომდინარე იქიდან რომ არ ველოდები, უფრო კონკრეტულად ვიტყვი, არ ველოდები რომ ამ აქციებს იყიდიან უცხოელები, ველოდები რომ იყიდიან ქართველები. ეხლა როგორ შეიძლება ეს მოხდეს და საქართველოში ზოგადად როგორ ხდება ხოლმე გარკვეული ხელისუფლებების დროს, ვისთან დაახლოებული პირები ყიდულობენ ხოლმე აქციებს, ეს ვიცით. ხო, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ თქვენ ამას ჰაერზე ალბათ არ აქვთ რაღაც ინფორმაციას და შესაბამისად თქვენი ინფორმაციიდან გამომდინარე მე აუცილებლად ვისაუბრებ ამ საკითხთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში ვისაუბრებ ამ საკითხთან დაკავშირებით. ინგა, ამ საკითხთან დაკავშირებით მე გაძლევთ პირობას უახლოეს მომავალში ვისაუბრებ, როდესაც მექნება უფრო სრულყოფილი ინფორმაცია, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს ეს ინიციატივა და წამოწყება. რაც შეეხება იმას, რას ველოდები. დეკემბრის ბოლომდე თითქმის არაფერს, გამომდინარე იქიდან რომ წლის ბოლოა, გამომდინარე იქიდან რომ არჩევნები ახალი დასრულებულია და შესაძლოა ადამიანები ეხა ამ მდგომარეობაში შოკში იმყოფებიან, მაგრამ ალბათ ეს ერთი თვე მაინც ხელისუფლება საჩუქრად აქვს. იმის შემდგომ მე ვფიქრობ, რომ საზოგადოების წინაშე საკმაოდ კაფეო განცხადებების გაკეთება და თავის მართლება მოუწევს ბატონი კვირიკაშვილის მთავრობას. ანუ თქვენ წინასწარ პროგნოზირებთ, რომ ვერ გაამართლებს ეს გეგმა, რომელიც მთავრობამ შემოგთავაზა. არა, როგორ შეიძლება გაამართლოს, რაზე არის ორიენტირებული მითხარით და კი ბატონო, ის რომ აქციზის გადასახადი მოიმატებს, რას შეცვლის, ის რომ ნავთობზე ფასი მოიმატებს, რას შეცვლის, თუ ინვესტიცია არ შემოვიდა, თუ ეროვნული პროდუქცია არ შეიქმნა, თუ ჩვენი ბიუჯეტი ისევ ნიშნულზე დარჩა, როგორზეც არის, როგორ უნდა შეიცვალოს ადამიანების მდგომარეობა, მაინტერესებს, თუ ხელფასმა არ მოიმატა, რა არის პერსპექტივაში, არც არაფერი, რომელ შოკურზე ვლაპარაკობ. ჩვენ ხო ვიცით, რომ ლარის პრობლემები რაც დაიწყო თითქმის 2 წელია, ხელისუფლება მუდმივად ამბობს, სხვათა შორის ერთ-ერთი მიზეზი ჩვენი წამოსვლის იქიდან ისიც იყო, რომ ჩვენ სასტიკად წინააღმდეგი ვიყავით ასეთი საკადრო პოლიტიკით, განსაკუთრებით ეკონომიკური გუნდის მიმართულებით და ასეთი მდგომარეობა გვაქვს და არაფერი არ იცვლება. ასევე შეგახსენებთ, რომ მთავრობას მაშინ ჰქონდა 3 გეგმა, მოკლევადიანი, საშუალოვადიანი
გრძელვადიან და არაფერი არ გააკეთა პრაქტიკულად. მე ყოველ შემთხვევაში ვერ ვხედავ და არანაირი მსხვილი ინვესტიცია საქართველოში არ შემოსულა. ვერ შემოვა ვერასოდეს, როდესაც ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა იქნება. ეს ჩვენ უნდა ვიცოდეთ, იმიტომ რომ როდესაც სახელმწიფო ინსტიტუციებს აკონტროლებს ერთი კაცი, არა დავასრულებ, აკონტროლებს ერთი კაცი, შეუძლებელი არის იქ ჩვენ ვისაუბროთ იმაზე, რომ შესაძლოა მოხდეს ინვესტიციების შემოდინება და პროგნოზი საგაზაფხულოდ, რომელიც მაქვს, ბატონ კვირიკაშვილს პირადად მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, თუ ასე გაგრძელდება, დატოვოს თუ არა პრემიერის თანამდებობა. წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტი იქნება იმდენად მაღალი, ამაში სრულად ვარ დარწმუნებული და სრულად არ მომწონს ხოლმე, როდესაც პროტესტი არის ხოლმე, იმიტომ რომ ნორმალური განვითარებისთვის ეს არ მგონია რომ ვინმეს უნდა უნდოდეს, მაგრამ ხელისუფლებამ პროცესები მიიყვანა აქამდე, რომ შესაძლოა ის დადგეს არჩევანის წინაშე, ან გადადგეს და შესაბამისად გადადგეს მთავრობა, ან რაღაცა სერიოზული უნდა გააკეთოს მთავრობამ, რისი ალბათობაც არის ძალიან დაბალი. მადლობა ანი, რომ იყავით ჩვენი სტუმარი, წარმატებას გისურვებთ მაშასე. ანი მიროტაძე პროგნოზირებს, რომ გაზაფხულზე კვირიკაშვილს მოუწევს გადადგეს თანამდებობიდან საკუთარ მთავრობასთან ერთად, იმიტომ რომ 10 პუნქტიანი გეგმა, რომელიც მან ქვეყანას შესთავაზა, არარეალისტურია. წინ გელოდებათ უკვე ბიზნეს კონტრაქტი და ბექა ბაციკაძე, ალბათ ძალიან საინტერესო იქნება დღეს განსაკუთრებით მათი გამოშვება ქვეყანაში დაგეგმილია ამ რადიკალური ცვლილებების შესახებ. ჩვენ კი ერთმანეთს შევხვდებით ზუსტად 4-ზე, იგივე თემით, რასაკვირველია და ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანის მოსაზრებით, რას გვიქადის კვირიკაშვილის 10 პუნქტიანი გეგმა. დროებით.